იესო ქრისტეს მთაზე ქადაგება. ეს სიტყვები, რომლებიც მათეს სახარებაშია ჩაწერილი, უბრალოდ მცნებების კრებული კი არა, ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრების ნამდვილი გზამკვლევია. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უარყო იესომ სიმართლის შესახებ ცნებებია, აჩვენა, რომ ჭეშმარიტი რწმენა საქმეებით ვლინდება და გვასწავლა სიყვარულის, წყალობისა და ნდობის უნივერსალური პრინციპები. ნეტარებები, რომლებიც იესო ქრისტეს მთაზე ქადაგებას იწყებენ, ცათა სასუფეველის ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენენ. ძველი აღთქმის მცნებებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად აკრძალვების სახეს იღებდნენ, ეს მითითებები სული შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებამდე ღმერთთან ზიარებამდე მიგვიყვანს. ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ღვთისშვილებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. მათე 5:3-12. პირველი მცნება, ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი, ამ მცნებას საფუძვლად უდევს. სულიერი სიღარიბე არ არის ნიჭის ნაკლებობა, არამედ ღმერთზე სრული დამოკიდებულების გაცნობიერება და მის გარეშე საკუთარი არასრულყოფილების აღიარება. ამ თავმდაბლობიდან მომდინარეობს გლოვა ცოდვისა და თვინიერების გამო. თვინიერი ადამიანი ბოროტებას ბოროტებით არ უხდის და სწორედ მათ ეძლევათ დაპირება. ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ამაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ჭეშმარიტების ძიებას. ნეტარ არიან სიმართლის მშიერნი და წყურვილნი, რადგან ისინი გაძღებიან. ეს არის ღვთის სულიერი შიმშილი, რომელიც სიყვარულის შეძენით კმაყოფილდება. მოყვას ის მიმართ დამოკიდებულება გულმოწყალებაში ვლინდება. ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. აქ მოქმედებს სულიერი ეკოს კანონი, თანაგრძნობის გამოვლენით ადამიანი ღვთაებრივი წყალობისკენ იხსნება. სულიერი ჩვრეთის უმაღლესი წერტილია, ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ. გულის სიწმინდე ნიშნავს ბოროტებისა და ვნებებისგან განთავისუფლებას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს გახდეს მშვიდობის მყოფელი. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძენი იწოდებიან, ისინი, ვინც კონფლიქტებში ჰარმონიას შემოაქვს, თავად ღმერთის მსგავსნი ხდებიან. მცნებები ერთგულების თემით მთავრდება. ქრისტიანის სიხარული გარეგან კეთილდღეობაზე არ არის დამოკიდებული. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გმობენ და გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას სრულად გეტყვიან ჩემს გამო. გიხაროდეთ და ილხინოთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში. ამ გამონათქვამების მნიშვნელობა პარადოქსშია, ის, რასაც სამყაროს ისუსტეთ თვინიერება, ცრემლები, თავმდაბლობა მიიჩნევს, ღვთის თვალში ძალაა. ნეტარებები პიროვნული ტრანსფორმაციის გზაა, სადაც ჯილდო აქ იწყება სინდისის სიმშვიდეში და შემოქმედთან სიახლოვეში. მთაზე ქადაგებისთანავე მაცხოვარი მიმართავს მოწაფეებს ნათელი მეტაფორების გამოყენებით, რომლებიც განსაზღვრავს მათ როლს სამყაროში. თქვენ ხართ მარილი მიწისა და თქვენ ხართ ნათელი წუთისოფლისა. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს. ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჩურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად. მათე 5:13-16. ეს ხატები ქრისტიანის მისიას, როგორც საზოგადოების გარდამქმნელ ძალას, ავლენს. ძველ დროში მარილი მთავარი კონსერვანტი იყო. მინდევრების მარილის მოხსენიებით ქრისტე მიუთითებს, რომ მათმა ყოფნამ სამყაროს ნეობრივი დაცემისა და დაშლისგან უნდა დაიცვას. მარილი საკვებს გემოს აძლევს, ასევე რწმენა სიცოცხლეს აზრს აძლევს. თუმცა უფალი აფრთხილებს, თუ მარილმა დაკარგა გემო, როგორ შეიძლება მისი ხელახლა დამარილება.
ქრისტიანი, რომელმაც დაკარგა მონდომება და სიწმინდე, უსარგებლო ხდება, რადგან მას აღარ შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემოზე. სინათლის ხატება რწმენის ხილვადობაზე საუბრობს. მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. რწმენა არ შეიძლება იყოს წმინდა ინტიმური საკითხი, ის გარდაულად ვლინდება ქმედებებში. ისევე როგორც სანთელი არიდება ჭურჭლის ქვეშ, ასევე ღვთის მიერ მოცემული ნიჭი სხვებს უნდა ემსახურებოდეს. ამიგავის მნიშვნელობა შეჯამებულია მოწოდებაში, ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი სხვების წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. მარილის და სინათლის ნამდვილი მიზანი არ არის თვითქება, არამედ კეთილი საქმეებით ღმერთისკენ გზის მითითება. ქრისტიანი მოწოდებულია იყოს ღვთაებრივი მადლის გამტარი, თავისი ყოფნით გახადოს სამყარო უფრო კეთილი და ნათელი. მთაზე ქადაგების ამ ნაწილში იესო ქრისტე აღრმავებს რჯულის გაგებას, წესების გარეგანი შესრულებიდან შინაგანი მოტივების სიწმინდეზე გადადის. ის აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიმართლე არა ქმედებებში, არამედ გულში იბადება. თქვენ გსმენიათ უთქვამთ ძველებისთვის, არა კლა. ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ, ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანც არ გადაიხდი. მათე 5:21-26. ქრისტე აფართოებს უძველეს მცნებას არა მოკლა და ამტკიცებს, რომ დანაშაულის ფესვირი სხვაშია. მკვლელობა მხოლოდ საბოლოო აქტია, რომელსაც წინ უძღვის სიზღი, წყენა და ცილის წამება. უფალი ამაორი სხვას და შეურაცხყოფას მაგალითად, რაკა ან სულელი ღვთის სამსჯავროს უტოლებს. საქმე იმაშია, რომ სულიერი ცხოვრება შერიგების გარეშე შეუძლებელია. იესო მოუწოდებს, რომ საკურთხეველთან შესაწირავი დატოვონ და ჯერ მოწინააღმდეგესთან შერიგება დაამყარონ. ეს ემოციური დისციპლინისკენ რადიკალური მოწოდებაა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძალადობისგან თავის შეკავება, არამედ იმ სიძულვილის აღმოფხვრაც, რომელიც ანადგურებს ადამიანის სულს და მის კავშირს შემოქმედთან. გულში სიმშვიდის გარეშე ნებისმიერი ღვთისმსახურება კარგავს თავის ძალას. გსმენიათ, რომ თქმულა, არ იმრუშო. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულის თქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს. მათე 5:27-30. იესო მცნებას არ იმრუშოთ, ფიზიკური მოქმედების სფეროდან აზროვნების სფეროში გადააქვს. ის განმარტავს, რომ ცოდვა ჩადენილია იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ნებას ემორჩილება. სხვისივნების ობიექტად აღქმა უკვე სულის მთლიანობის დარღვევაა. ხელის მოკვეთის ან თვალის ამოგდების მეტაფორები არ არის თვითდასახიჩრებისკენ მოწოდება, არამედ ცდუნების წყაროების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის მოთხოვნაა. ტექსტის მნიშვნელობა რადიკალური ერთგულებაა, ქრისტიანი მოწოდებულია შეინარჩუნოს თავისი შინაგანი ხედვის სიწმინდე. უმჯობესია შესწიროს რაიმე ღირებული ან ჩვეული მიწიერი ცხოვრებაში, ვიდრე მავნე ჩვევას დაუშვას ნებისყოფა დაეუფლოს და სულიერ განადგურებამდე მიიყვანოს. ასევე ნათქვამია, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა. მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის, არ დაიფიცოთ ყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ, სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერით მის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა, ჰო, ჰო. არა, არა.
რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა. მათე 5:31-37. ქრისტე აღადგენს ქორწინების სიწმინდის თავდაპირველ კონცეფციას, ზღუდავს განქორწინების თავისუფლებას, რომელიც იმ დროს გამარტივებული იყო. ის ხაზს უსვამს, რომ მამაკაცისა და ქალის კავშირი არ უნდა დაიშალოს ადამიანის ნებით, გარდა ღალატის შემთხვევებისა. შემდეგ მაცხოვარი სიტყვებით გულწრფელობას მიმართავს. ის კრძალავს ნებისმიერი რამით ფიცს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და მთელი სამყარო ღმერთს ეკუთვნის. ჭეშმარიტი სიმართლე გამორიცხავს ორმაგ სტანდარტებს და ჭეშმარიტების ფიცით დადასტურების აუცილებლობას. ქრისტიანის სიტყვა იმდენად მტკიცე და გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ მარტივი კი ან არა საკმარისი იყოს. ეს არის მოწოდება აბსოლუტური გულწრფელობისკენ, სადაც ყველა სიტყვას ღვთის წინაშე პირადი პასუხისმგებლობა ამყარებს. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ. მე კი გეუბნებით თქვენ, წინ ნუ აუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. ვინც 1000 ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გახკევი. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. მათე 5:38-42. უძველესი კანონი თვალი თვალისწილ შურისძიების შესაზღუდად შეიქმნა, თუმცა იესო სამართლიანობის მიღმა გზას გვთავაზობს, წყალობის გზას. მოწოდება მეორე ლოყაში აქციო, ან ზურგიდან პერანგი გაიხადო, არ გულისხმობს ბოროტების წინაშე პასიურობას, არამედ მოუწოდებს აქტიური უარის თქმისკენ სიძულვილის გაგრძელებაზე. იდეა ძალადობის ციკლის გაწყვეტაა მოულოდნელი სიკეთითა და თვინიერებით რეაგირებით. ეს სულიერი თავისუფლების სტრატეგიაა, ადამიანი, რომელიც არ ეჭიდება თავისუფლებებსა და ქონებას, დამნაშავისთვის დაუცველი ხდება. მოთხოვნაზე მეტის გაცემით, მორწმუნე ბაძავს ღვთის კეთილშობილებას და აჩვენებს, რომ სულიერი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური დანაკარგი ან პირადი შეურაცხყოფა. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით, გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაცგავრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან. მაშ იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. მათე 5:43-48. ეს მთაზე ქადაგების მწვერვალია. იესო მოგვიწოდებს, გვიყვარდეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ისინიც, ვინც ზიანს აყენებს. ბუნებრივი ადამიანური სიყვარული შემოიფარგლება ჩვენი მეგობრების წრით, მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული აგაპე იღვრება ყველაზე, როგორც მზე და წვიმა. ამ ცნების მნიშვნელობაა, რომ გავხდეთ ზეციერი მამის მსგავსი, ღმერთი უყვარს ცოდვილებს არა მათი დამსახურების გამო, არამედ მისი ბუნების შესაბამისად. მდევნელებისთვის ლოცვაც მენს გულს სიმწარისგან და ადამიანს სრულყოფილს, ანუ სულიერად მომწიფებულს ღვთის. აქ ქრისტიანობა აღწევს თავის პიკს მოწოდებას, გასცდეს ეგოიზმს და ტომობრივ სიძულვილს, დაინახოს ღვთის ხატება ყველა ადამიანში, მიუხედავად მისი ჩვენდამი დამოკიდებულებისა. მათეს სახარების მე-6 თავის დასაწყისში იესო ქრისტე რჯულის არსის განხილვიდან ღვთისმოსაობის პრაქტიკაზე გადადის. ამ მუხლების მთავარი თემა ადამიანის გულის მოტივია. უფალი აფრთხილებს თავის მოწაფეებს თვალთმაქცობისგან, რომელიც სულიერ ძალისხმევას სხვების მოწონების მოსაპოვებლად თეატრალურ წარმოდგენად აქცევს. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. მათე 6:1-4. ქრისტე ზოგადი გაფრთხილებით იწყებს, ფრთხილად იყავით, რომ მოწყალება არ გაიღოთ ხალხის წინაშე, რათა მათ თვალწინ გამოჩნდეთ.
ის არ კრძალავს კეთილი საქმეების ღიად შესრულებას, თუ ამას გარემოებები მოითხოვს, მაგრამ გმობს დიდების შინაგან სურვილს. როდესაც ადამიანი სიკეთეს საჩვენებლად აკეთებს, მისი ჯილდო მიწიერი და დროებითი ხდება. მათ უკვე მიიღეს ის, რაც სურდათ ქება ადამიანებისგან და ამით დახურეს კარიზე ციერი მამისგან ჯილდოს მისაღებად. გაჭირვებულთა დახმარებაზე საუბრისას მაცხოვარი გასაოცარ ჰიპერბოლას იყენებს, ნუ იცი შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს შენი მარჯვენა. ეს არის მოწოდება გულწრფელობის იმ დონისკენ, სადაც ადამიანი არა მხოლოდ არ დაიკვეხნის სხვების მიმართ თავისი სიკეთით, არამედ ფარულად არც აღფრთოვანდება საკუთარი თავით. ჭეშმარიტი მოწყალება უნდა იყოს სიყვარულის ბუნებრივი გამოხატულება და არა ეგოს გაძლიერების ინსტრუმენტი. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ გონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. მათე 6:5-8. ლოცვის საკითხში იესო ადარებს თვალთმაქცებს, რომლებსაც ქუჩის კუთხეებში ლოცვა მოსწონთ, გულწრფელ მორწმუნეებს. ის მოუწოდებს, შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენ საკუჩნაოში და როცა დახურავ კარს, ილოცე შენი მამის მიმართ, რომელიც დაფარულ ადგილასაა. კარა და ან საკუჩნაო, აქ გაგებულია როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფიზიკური გაგებით, როგორც ადამიანის გულის სივრცე, რომელიც ცნობის მოყვარე თვალებისთვის მიუწვდომელია. ამ ინსტრუქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვა არ არის მონოლოგი აუდიტორიისთვის, არამედ ღრმად პირადი დიალოგია სულსა და ღმერთს შორის. მამაო, ჩვენო ლოცვა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც უფლის ლოცვა, იდეალური მოდელია იმისა, თუ როგორ უნდა ააწყოს ადამიანმა ღმერთთან ურთიერთობა. მასში იესო გთავაზობს სტრუქტურას, რომელშიც პრიორიტეტები იდეალური თანმიმდევრობითაა დალაგებული, პირველ რიგში ღვთის დიდება, შემდეგ კი ადამიანის საჭიროებები. თქვენ კი ასე ილოცეთ, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანანდებთა ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეწოდებებს. მათე 6:9-15. ამ ლოცვის ღრმა მნიშვნელობა შემოქმედთან ნათესაური ურთიერთობის დამყარებაში მდგომარეობს, რაც რადიკალურად ცვლის ადამიანის სამყაროს აღქმას. ღმერთი გვევლინება არა როგორც მკაცრი მსაჯული, არამედ როგორც მოსიყვარულე მამა. პირველი ვედრება მოუწოდებს ადამიანს დაემორჩილოს საკუთარი ნება უმაღლეს მიზანს, აღიაროს მარადიული ფასეულობების პრიორიტეტი დროებით ფასეულობებთან შედარებით. მეორე ნაწილი ხაზს უსვამს ადამიანის სრულ დამოკიდებულებას ღმერთზე ყოველდღიური საჭიროებებისა და სულიერი დაცვის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ურთიერთშეთანხმების კანონს, ღვთაებრივი მიტევება ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ მათთვის, ვისაც თავად შეუძლია სხვების მიმართ წყალობა. ამრიგად ეს ლოცვა არ არის უბრალოდ თხოვნების ერთობლიობა, არამედ შინაგანი ტრანსფორმაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ღმერთთან ჰარმონიის მიღწევას და სხვებთან შერიგებას სიამაყისა და წყენის უარყოფის გზით. მარხვის შესახებ თავის მითითებებში იესო აგრძელებს გულწრფელობის თემას და აფრთხილებს სულიერი თვითაღწაცების წინააღმდეგ. მე-16-დან მე-18 მუხლებამდე მთავარი აზრი ის არის, რომ მარხვა არის ღრმად პირადი მონანიებისა და თავმდაბლობის აქტი და არა საბაბი საკუთარი სიმართლის დემონსტრირებისთვის. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგის პოპს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგის პოპს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. მათე 6:16-21. როდესაც იესო მარხვაზე საუბრობს, მისი მთავარი რჩევა ძალიან მარტივია: ნუ გააკეთებთ ამას სხვების ქებისთვის. იმ დროს ზოგიერთი ადამიანი განზრახდა დიოდა სევდიანი სახეებითა და მოულელი გარეგნობით, რათა ყველას დაენახა, რამდენად გულმოდგინედ მარხულობდნენ და აღფრთოვანებულიყო მათი სიწმინდით. იესო ამას თვალთმაქცობას უწოდებს. ის ამბობს, რომ თუ სხვების ქებისთვის მარხულობ, მაშინ ეს ქება შენი ერთადერთი ჯილდო იქნება. ამის ნაცვლად ის გვირჩევს, როდესაც მარხულობ, დაიბანე და მოწესრიგდი თავი, რათა გარედან არავინ შეამჩნიოს შენი ნამოქმედარი. და ეს შენი საერთო საიდუმლო იყოს ღმერთთან. საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი რწმენა შენში ცხოვრობს და არა საჩვენებლად. შემდეგ იესო განმარტავს, თუ რატომ არის ასეთი ძალისხმევა აუცილებელი. ის ჩვენს მიზნებს საგანძურს ადარებს. მიწიერი ნივთები, ფული, ტანსაცმელი, გაჯეტები შეიძლება გაფუჭდეს, დაჟანგდეს ან მოიპარონ. მაგრამ კეთილი საქმეები და სიყვარული, რომელსაც ჩვენ სულებში ვაგროვებთ, ზეციური საგანძურია, რომელიც სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. ამ სტრიქონების მთავარი იდეა, სადაც შენი საგანძურია, იქ იქნება შენი გულიც. თუ მთელ ენერგიას მხოლოდ მიწიერ საგნებზე დახარჯავ, შენი სული ყოველთვის ინერვიულებს. თუ სულიერზე ზრუნავ, იპოვი ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს, რომელზეც გარემოებები გავლენას არ მოახდენს. 2 ბატონის სამსახური. ეს პასაჟი ცხოვრებაში პრიორიტეტების დასახვაზეა. არავის არ შეუძლია 2 ბატონს ემსახუროს, ან ერთი უნდა სცულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განასული საზრდოზე მეტი არ არის და სხეულის ამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღაც ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან, არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუ კი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კითონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ? ან რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ? ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს? თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლეთ და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი. მათე 6:24-24. იესო მნიშვნელოვანი წესით იწყებს, ერთდროულად 2 ბატონს ვერ ემსახურები. ის ღმერთისა და მამონას სიმდიდრის მაგალითს იყენებს. აქ საქმე იმაშია, რომ ადამიანის გული არ შეიძლება გაიყოს, ჩვენ ან ღვთის სიყვარულითა და ნდობით მოძრავდებით, ან ფულის შიშითა და მოგების სიხარბით. ტექსტის ძირითადი ნაწილი მოწოდებაა, რომ ზედმეტად არ ვიდარდოთ ხვალინდელ დღეზე. იესო არ გვიბიძგებს სიზარმაცისკენ, ის მოგვიწოდებს, გავთავისუფლდეთ იმ შფოთვისგან, რომელიც შიგნიდან გვჭამს. ის მიუთითებს ცის ფრინველებსა და ველის შროშანებზე, ფრინველები არ თესავენ და შროშანები არ რთავენ, მაგრამ ღმერთი ზრუნავს მათზე. თუ შემოქმედი ასე ამშვენებს ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარ არის, მაშინ რამდენად უფრო მეტად იზრუნებს ადამიანზე. ამ სიტყვების მთავარი დასკვნაა, უპირველეს ყოვლისა ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყველაფერი შეგემატებათ. ქრისტე გვასწავლის, რომ ვენდოთ ცხოვრებას. თუ პრიორიტეტს სიკეთეს, პატიოსნებას და ღმერთთან ურთიერთობას მივანიჭებთ, მაშინ ყოველდღიური საკითხები თავისით მოგვარდება. თავი ბრძნული რჩევით მთავრდება, იცხოვრე აწმყოთი, რადგან ყოველ დღეს საკმარისი საზრუნავი აქვს და აზრი არ აქვს აწმყოს მომავლის შიშით მოწამლას. მათეს სახარების მე-7 თავი ასრულებს მთაზე ქადაგებას, ფოკუსირდება რწმენის პრაქტიკულ გამოყენებაზე და მოუწოდებს სხვების მიმართ თანაგრძნობით არაგანსჯისკენ. იგი ხაზს უსვამს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევის მნიშვნელობას და აფრთხილებს, რომ ჭეშმარიტი სულიერება არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებითა და ცხოვრების ნაყოფით გამოიცადება.
ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყობათ თქვენ. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ან და როგორ ეტყვი შენს ძმას, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო და აჰა, შენს თვალში კი დირეა. თვალთ მაგცო ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურცს თქვენს მარგალიტებს და უყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემოbrunებისას თქვენც არ დაგგლიჯონ. მათე 7:1-6. ეს მონაკვეთი იწყება ცნობილი სიტყვებით, ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. აქ მთავარი აზრი არ არის საერთოდ არ გქონდეს აზრი, არამედ თავი არიდოთ სხვების შეცდომების მკაცრ განსჯას. იესო განმარტავს, საზომი, რომლითაც სხვებს ვზომავთ, იგივეა, რასაც ღმერთი გამოიყენებს ჩვენს გასაზომად. თუ სხვებთან მკაცრები ვართ, მაშინ მკაცრი წესებიც გამოყენებული იქნება ჩვენზე. ქრისტე იყენებს ძალიან ირონიულ და გასაგებ ხატს დირესა და ლაქას. სისულელეა მეგობრის თვალიდან პატარა ნამსხვრევების ამოღება სცადო, თუ საკუთარ თვალში მთელ დირეს ვერ ამჩნევ. ეს მოწოდებაა თვითპატიოსნებისკენ, სხვების ნაკლოვანებების კრიტიკამდე უნდა გესმოდეს საკუთარი პრობლემები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გამოასწორებს თავს, შეძლებს ჭეშმარიტად, ნაზად და სწორად დაეხმაროს სხვებს. ინსტრუქცია მთავრდება ენიგმატური ფრაზით, რომ არ დაყაროთ თქვენი მარგალიტები ღორების წინაშე. ეს ნიშნავს, რომ სულიერი ჭეშმარიტებები და სულის ყველაზე ინტიმური ნაწილები უნდა იყოს დაცული. ნუ დააკისრებთ ღრმა ცოდნას მათ, ვინც აგრესიულია ან დამცინის. უნდა შეგეძლოთ გაარჩიოთ, როდის არის ადამიანი მზად მოგისმინოთ და როდის უბრალოდ სურს გათელოს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია. შემდეგი პასაჟი ლოცვაში შეუპოვრობასა და ღმერთისადმი ნდობაზეა. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პურის თხოვოს, მან კი ქვა მისცეს. ან და თევზის თხოვს და გველი მიაწოდოს. ხო და თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილმისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც თხოვს. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოეკეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. მათე 7:7-12. იესო სამ მარტივ მოქმედებას იყენებს, ითხოვე, ეძიე და დააკაკუნე. აქ საქმე იმაშია, რომ სულიერი ცხოვრება აქტივობას მოითხოვს. ღმერთი არ აიძულებს თავის ნიჭს, არამედ ის ყოველთვის მზადაა უპასუხოს მათ, ვინც გულწრფელ სურვილსა და შეუპოვრობას ავლენს. იესო გვპირდება, რომ ყველა, ვინც ითხოვს, მიიღებს და ვინც დააკაკუნებს, კარი აუცილებლად გაეღება. იმის ასახსნელად, თუ რატომ პასუხობს ღმერთი ლოცვას, ქრისტე მშობლების ცხოვრებიდან მაგალითს იყენებს. თუ ბავშვი მამას პურს თხოვს, ქვას მისცემს. ან თუ თევზს ითხოვს, გველს მიიღებს. თუ ჩვეულებრივი ადამიანებიც კი მთელი თავიანთი არასრულყოფილებით ცდილობენ შვილებს საუკეთესო მისცენ, მაშინ რამდენად მეტად მისცემს ღმერთი სრულყოფილი მამა ნამდვილ კურთხევას მათ, ვინც მას თხოვს. ეს არის მოწოდება, გვერდზე გადავდოთ შიში და ღმერთი საიმედო საყრდენად ავიქვათ. ეს ნაწილი მთავრდება ოქროს წესით, რომელსაც იესო მთელი კანონის ჯამს უწოდებს. ამიტომ, ყველაფერში როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ასევე მოეკეცით მათ. ეს სიყვარულის მარტივი ფორმულაა, ნუ დაელოდები სხვების მხრიდან თქვენს მიმართ სიკეთის გამოხატვას, არამედ პირველ რიგში დაიწყე სიკეთის კეთება. თაზე ქადაგების დასასრულს იესო სიტყვებსა და საქმეებს შორის განსხვავებაზე საუბრობს. ყველა, ვინც მეუბნება, უფალო, როდი შევაცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო. განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს? მაშინ მე განვუცხადებ მათ, მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უბუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა. მათე 7:21-27. იესო ნათლად აფრთხილებს, უბრალოდ მას უფალი არ ეძახო საკმარისი. ცათა სასუფეველში შესვლის მთავარი პირობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთისნების შესრულებაა. საქმე იმაშია, რომ რელიგია არ უნდა იყოს ნიღაბი ღმერთი უყურებს, თუ როგორ იცვლება ადამიანი შინაგანად და როგორ ექცევა ის სხვებს და არა გრანდიოზულ სიტყვებს. ამ იდეის გასამყარებლად იესო ორი მშენებლის იგავს ყვება. ბრძენი კაცი კლდეზე აშენებს თავის სახლს. ეს კლდე ქრისტეს სიტყვებია, პრაქტიკაში გამოყენებული. როდესაც ცხოვრებისეული ქარიშხლები, განსაცდელები და სირთულეები წარმოიქმნება, ასეთი ადამიანი ურყევი რჩება, რადგან მის ცხოვრებას მყარი საფუძველი აქვს. უბუნური კაცი ქვიშაზე აშენებს. ეს არის ადამიანის ხატი, რომელიც უსმენს ბრძნულ რჩევებს, მაგრამ არაფერს ცვლის თავის ქცევაში. მისი კეთილდღეობა მხოლოდ მსგავსებაა, რომელიც პირველი სერიოზული კრიზისის დროს ინგრევა. ამ თავის დასკვნა მარტივია, რწმენა მოქმედების საფუძველია. კეთილ საქმეებსა და ღვთისადმი მორჩილებაზე აგებული ცხოვრება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს. თაზე ქადაგება არის საფუძველი, რომელზეც აგებულია მთელი ქრისტიანული ეთიკა. 1. შინაგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგანი. ღმერთი არ უყურებს იმას, რასაც ადამიანები ხედავენ, არამედ გულის მოტივებს. საკმარისი არ არის უბრალოდ არ მოკლა ან არ მოიპარო, მნიშვნელოვანია ბრაზის, შურის და ბოროტების აღმოფხვრა. ჭეშმარიტი სიმართლეა, როდესაც თქვენი აზრები ემთხვევა თქვენს კეთილ საქმეებს. 2. სიყვარული საზღვრების გარეშე. იესო მოგვიწოდებს, გადავწდეთ ჩვეულებრივ გიყვარდეს შენი მეგობრები და გძულდეს შენი მტრების. ქრისტიანული გზა ავილოცოთ მათთვის, ვინც გაწყენინებს და ბოროტებას სიკეთით უპასუხოთ. ეს არის ერთადერთი გზა მსოფლიოში სიძულვილის ჯაჭვის გასაწყვეტად. 3. ენდეთ ღმერთს წუხილის ნაცვლად. პრინციპი ნუზრუნავ ხვალინდელ დღეზე გვასწავლის პრიორიტეტების დამკვიდრებას. როდესაც ადამიანი პრიორიტეტს ანიჭებს სულიერ ფასეულობებს და ჭეშმარიტების ძიებას, მაშინ მომავლისა და ყოველდღიური პრობლემების შიში ქრება. ღმერთისადმი ნდობა შინაგან თავისუფლებას იძლევა. 4. განსჯაზე უარის თქმა. სხვების ნაკლოვანებებზე მითითებამდე, გულწრფელად უნდა შევხედოთ საკუთარ ნაკლოვანებებს დირეთვალში. ეს პრინციპი გვასწავლის თავმდაბლობასა და წყალობას, ჩვენ უნდა მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც გვინდა, რომ ისინი და ღმერთი მოგვექცნენ. 5. რწმენა, როგორც მოქმედება. თაზე ქადაგება მთავრდება მოწოდებით, ვიყოთ არა მხოლოდ მსმენელები, არამედ მოქმედნი. სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ ის, რასაც ვისმენთ. მხოლოდ სიყვარულის ნამდვილ ქმედებებზე აგებულ ცხოვრებას ექნება მყარი საფუძველი, რომელიც არ დაიშლება ცხოვრებისეული განსაცდელებით.